მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს საათზე მე ანუკა კინგლაძე ვარ. რა შეიძლება განისაზღვროს გრანტად საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს მმართველი გუნდი. ინიციატივის შესახებ გუშინ დღის ბოლოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ისაუბრა. ითქვა, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებსა ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით. ინიციატივის მიზნად მმართველი გუნდი ქვეყნის საზღვრებს გარედან საქართველოში არეულობისა და ძალადობის დაფინანსების თავიდან არიდება სახელებს. Esmis გარედან პირდაპირ განცხადებები ეძებენ გზებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის დანაწესებს გვერდი აუარონ, შავი ჩვენს ქვეყანაში ატრიალონ, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ვალდებულება ხელისუფლებას და მმართველ გუნდს, რომელიც ვართ პასუხისმგებელი სუვერენიტეტის დაცვაზე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო სივრცე უნდა გქონდეს ისე მოწყობილი, რათა გარეშე ჩარევები, მათ შორის ფინანსური თუ სხვა საშუალებების შემოტანის იყოს გრძალული მინიმუმამდე დაყვანილი და არავითარი გვერდის ავლის საშუალება აღარ დარჩეს. დავინახეთ პრაქტიკაში, რომ ცდილობენ ესა თუ ის ორგანიზაცია შიგნით და მათი მფარველები გარეთ, რომ აი კანონმდებლობის შეგნებულად გვერდისავლით მოახდინონ თანხების ფოკუსირება ისეთ თემებზე, რომელიც პირდაპირ საზოგადოებამ რაც ნახა, ორიენტირებულია რევოლუციების მოწყობაზე, ხელისუფლების დამხობაზე, პოლიტიკურ პროცესებში უკანონო გავლენების გატარებაზე. ამიტომ ახალი კანონმდებლობა, ახალი კანონპროექტები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ პოლიტიკური პროცესი მაქსიმალურად იყოს გათავისუფლებული არაფორმალური გავლენებისგან. ცნობილი ხდება კანონებში დაგეგმილი კიდევ არაერთი ცვლილების შესახებ, მათ შორის არის სიახლე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში. ინიციატივის მიხედვით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეგრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. ფაქტობრივად გამოდის, რომ ოცნება თავად უნდა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი, მაკონტროლებელი ყველა პროცესის, რაც უკავშირდება საზოგადოებრივ პოლიტიკურ აქტივობას. ეს არის და ეს. ეხლა უკანონო არსად არაფერი არ უნდა ხდებოდეს, მათ შორის არც თანხის გადაცემა, არც პოლიტიკური პარტიისთვის, არც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ზოგადად შევზღუდოთ ჩვენ სამოქალაქო სექტორის განვითარებას. თუმცა ჩვენ უნდა გავიცნოთ, ჯერ არ ვიცნობთ დეტალურად ამ ინიციატივებს. მიღებული სტანდარტია, რომ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა აფინანსებდეს უცხოური ძალა. და როდესაც ხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აფინანსებს და სხვადასხვა საშუალებებით, ასე ვთქვათ, უცხოური ფინანსები მიეწოდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულება არის, რომ ეს ყველა შესაძლებლობა სათანადოდ იყოს გაწერილი კანონმდებლობაში. ადამიანები, ვინც ძირითადად და აცწლეულებია უცხოური თანხებით ფინანსდებოდნენ, არიან სწორედ იმ რისკის მატარებელი, რომ მათ პარტიაში მიიტანონ ის უცხოური გავლენები, რომლის ზემოქმედების ქვეშაც არიან. ალდენშტულის სიახლეების გარდა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე აქტუალური თემა ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაც იქნება. უმრავლესობის ხდომის შემდეგ გუშინ თემაზე მედიასთან ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას თქმით, პარლამენტში შეიქმნება სამთვიანი კომისია, რომელიც პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასთან დაკავშირებულ ვითარებას შეისწავლის. ფასების რეგულაციის მიზნით მომუშავე საკოორდინაციო კომისია უკვე შეხვდა მსხვილი ქსელური მარკეტების, სადისტრიბუციო კომპანიებისა და ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს. მიმდინარე კვირას იგეგმება უკვე საწვავის საფასურის განხილვა ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებთან. როგორც კი დაიწყება საგაზაფხულო სესია და დარეგისტრირდება ბიუროზე საკითხი კომისიის დროებითი ფასების შესწავლის კომისიის შექმნის თაობაზე და ალბათ უახლოეს ყველაზე სწრაფ პერიოდში, რაც შეიძლება პროცედურულად ეს კომისია დაიწყებს უკვე პარლამენტში მუშაობას, რაც იქნება საჯარო, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ასევე იქნებიან ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი საპარლამენტო ჯგუფები მმართველობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა. მხარებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას. მაკაბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. წერია გავრცელებულ ტექსტში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კორეის ბანკსა და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და უნაღდო ანგარიშწორების ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი პროექტ უნაღდო ანგარიშწორების სისტემის განვითარება საქართველოში განხილვა და მისი შედეგების შეჯამება იყო. აღნიშნულ პროექტზე გასულ წელს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი და კორეის საფინანსო სექტორი ინტენსიურად თანამშრომლობენ. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუადერეფანში ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობას და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენსა და კორეის საფინანსო სექტორთან და რეგულატორთან თანამშრომლობა. ქონდა შესაძლებლობა, რომ შეგვეჯამებინა როგორც ეს პროექტი და მისი წარმატება, ასევე შემდგომი თანამშრომლობა და ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიძლება ჩვენ ამ შემდგომ თანამშრომლობაში ჩავთოთ სხვა ქვეყნებით, ვისთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, მაგალითად ყაზახეთი, მაგალითად ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები და ცენტრალურ ბანკებთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, კოლაბორაცია და ვფიქრობთ, რომ კორეასთან ერთად კიდევ მეტად გავაძლიერებთ შუადერეფანში თანამშრომლობას. პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 3 ახალგაზრდა. გამოძიების ინფორმაციით, მათ 2 დღის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს, რომლებმაც ისინი შემოწმების მიზნით გააჩერეს. ინციდენტის შედეგად 4 პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 3 ბრალდებულის დაკავება ადგილზე მოხდა, მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრს, მათ შორის დაჯგუფების ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება თბილისსა და რეგიონებში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდა და მოპარულ პროდუქტს წინასწარი შეთანხმებით სავაჭრო ობიექტებში აბარებდა. დაკავებულთა შორის 2 არასრულწლოვანია, ასევე არიან ის მოვაჭრეებიც, რომლებიც ნაქურდალს იბარებდნენ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე 6 მათგანის მიმართ, როგორც ბრალდებულების, ასევე კანონთან კონფლიქტში ყოფი არასრულწლოვანების მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და აპელირებდა ამ ბრალდების მხარე თითოეული მათგანის მხრიდან 3-ვე საფრთხეზე, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმოვლისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 6 მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. სვერპლი მოჰყვა ოკუპანტების თავდასხმას ზაპოროჟიეს ოლქზე, ქალაქ ვოლნიანსკში 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმისთვის ემზადება და პარტნიორება უნდა შეიტყონ, თუ როგორ არ ღვევს ეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. სააგენტო როიტერი მოლაპარაკების მსვლელობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინისთვის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად აუცილებელი პირობაა. Financial Times წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისგან დონბასის რუსეთისთვის დათმობას მოითხოვს და სწორედ ამ დათმობას უკავშირებს უსაფრთხოების გარანტიების გაცემას. ინფორმაციას თეთრ სახლში აბსოლუტური სიცრუე უწოდეს. შეერთებული შტატების, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები 1 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება. მაშინ წინასწარი ინფორმაციით არ მიიღებენ მონაწილეობას ვიტკოფი და კუშნერი. სამარცხვინოა, რომ ევროპა აგრძელებს რუსული ენერგორესურსების შეძენას და ამით აგრესორის დაფინანსებას. ეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებია. სატელევიზიო ინტერვიუში მარია ვალმერ სტენერგარტმა თქვა, რომ ევროპა უფრო გადამწყვეტად და სწრაფად უნდა იმოქმედოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. 8 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა კირ სტარმერსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა პეკინში ცოტა ხნის წინ დასრულდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თქმით, ჩინეთთან როგორც გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოთამაშესთან მათ დახვეწილი ურთიერთობის აშენება სურთ. თავის მხრივ დიდ ბრიტანეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა სი ძინპინმა. სტარმერის ჩინეთში 4 დღიანი ვიზიტის დროს გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის რიგი შეთანხმებების ხელმოწერა. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჩინეთში ბიზნესისა და კულტურის სფეროების 60-მდე წარმომადგენელთან ერთადაა ჩასული.
რეიდები Deutsche Bank-ის ოფისებში მიზეზი ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე ძიებაა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები ფრანკფურტისა და ბერლინის ფილიალებში შევიდნენ. მედიის ცნობით, გამოძიება დაინტერესებულია 2013-18 წლებში განხორციელებული ტრანზაქციებით. ბანკმა დეტალების დაკონკრეტებაზე უარი თქვა, გერმანული მედია კი უწყება, რომ საქმე შესაძლოა რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან იყოს დაკავშირებული. არჩევნების გაყალბების საქმეზე ჩხრეკა ჩაატარა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯორჯიას შტატში. სამართალდამცველები ფულტონის ოლქში საარჩევნო შტაბში შევიდნენ. მედია წერს, რომ აგენტები კომპიუტერებისა და ბიულეტენების ამოღებას ცდილობდნენ. როიტერის მიხედვით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა 2020 წლის არჩევნები რომ გაყალბებული იყო და მალე ამისთვის პასუხისმგებელი პირებიც დაისჯებოდნენ. კურიერი აციამი დასრულებულია. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. რუსთავი 2 ეთერსკი ბიზნესის ამბებით განახლებული ფორმატით სოფო ოხანაშვილი განაგრძობს.